მოგესალმებით, დღეს სამშაბათია, საღამოს 7 საათი და ტელეკომპანია დიას პირდაპირ ეთერში ტრადიციულად პირდაპირ ეთერშია გადაცემა თავისუფალი სივრცე, რომელსაც დღეს მე გიორგი ახალკაცი წარუძღვები. გადაცემის სტუმარია სურსათის ეროვნული სააგენტოს ევროპასთან ჰარმონიზაციის სამმართველოს უფროსი ბატონი ზურაშვილი, რომელთან ერთადაც ვისაუბრებთ ევროპასთან ღრმა და ყოვლის მომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. მოგესალმებით ბატონო ზურაბ, მადლობას გიხდით გადაცემაში მობრძანებისთვის. მოგესალმებით, დიდი მადლობას მოგასცენებთ მოწვევისთვის. როგორც მოგესწრება დღეს ქალაქ გორში გავმართეთ შეხვედრები ბიზნეს წრეებთან და სტუდენტებთან, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით. გქონდეთ შეხვედრა მეწარმეებთან როგორც ვიდით, აი რა ინფორმაცია მიაწოდეთ მეწარმეებს და რა კითხვები გქონდათ, ალბათ ესეც საინტერესო არის, რა ინტერესებდათ ყველაზე მეტად მეწარმეებს. მოგახსენებთ 2014 წელს როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ხელი მოაწერა ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილიც არის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება. თავისი შინაარსიდან გამომდინარე, ღრმა და ყოვლისმომცველი საკმაოდ ვრცელი დოკუმენტი არის, რომელიც ეხება ძალიან დიდ სფეროს და რომელშიც უმნიშვნელოვანესი ნაწილი არის სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზონები, რომელიც შემდგომ განსაზღვრავს ევროკავშირთან სანიტარულ და ფიტოსანიტარულ ზონებს დაქვემდებარებული პროდუქციით ვაჭრობას და ვაჭრობის ხელშეწყობას. გასაგებია. აქვე როგორც ჩემთვის არის ცნობილი, გქონდათ შეხვედრა სტუდენტებთან. დღეს. კი ბატონო. იგივე კითხვები გქონდათ, იგივე საკითხთან დაკავშირებით ისაუბრეთ სტუდენტებთან. საკითხი იგივე არის, უბრალოდ რა თქმა უნდა, კითხვები საზოგადოებიდან სხვადასხვა მოდის ყოველთვის. ყოველთვის საინტერესოა ასეთი შეხვედრები და ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რადგან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების მონაწილეობა. სწორედ საზოგადოების ჩართულობისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სურსათის ეროვნული სააგენტო და სხვა დარგობრივი სამინისტროები აქტიურად არიან ჩართულები საინფორმაციო კამპანიების წარმოებაში. იმისათვის რომ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რეალური ინფორმაცია აღნიშნული შეთანხმების შესახებ და იმ სარგებელის შესახებ, რომელსაც შეიძლება მოგვიტანოს ჩვენ. მე ვიცი რომ საკმაოდ დიდ როლს ასრულებს სურსათის ეროვნული სააგენტო საქართველოს ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის პროცესში. თქვენ ახსენეთ რომ ინფორმირება ხდება თქვენი მხრიდან. აი სახელმწიფოს რა როლი აკისრია ამ ძალიან დიდი საქმის გაკეთებაში, შეიძლება ასე ითქვას, ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის პროცესში და რას აკეთებს სახელმწიფო იმისთვის რომ მოხდეს ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის? მოკლედ მოგითხრობთ ქრონოლოგიას იმ სამუშაოებს, რაც დღეისათვის მიმდინარეობს. ძალაში შესვლის შემდეგ 1 სექტემბერს მოგესწრება ძალაში შევიდა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ვალდებულება საქართველოს მხრიდან იყო შეემუშავებინა სია ევროკავშირის იმ დირექტივების, რომელთა დაახლოებაც მოხდება თანდათანობით შემდგომი წლების განმავლობაში. აღნიშნულ სიაზე იმუშავა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, სურსათის ეროვნულ სააგენტომ, სპეციალისტებმა, კონსულტაციებს მუდმივად გავდიოდით ევროკავშირის ექსპერტებთან, დარგობრივი სამინისტროები იყვნენ ჩართულები ძალიან აქტიურად და აღნიშნული სია შემუშავდა თებერვლის თვეში, რომელიც გადაეგზავნა ევროკავშირს და მიმდინარეობს ამ სიის შეთანხმება და საბოლოოდ მისი დამტკიცება. აღნიშნული სია იქნება ჩვენი სამოქმედო გეგმა, მთავარი დოკუმენტი აღნიშნული სფეროების განვითარებისთვის. ეს სია გაწერილია შემდგომი 15 წლის განმავლობაში და მოიცავს დაახლოებით 400-მდე ევროკავშირის ნორმატიულ აქტებს. მაგალითისთვის სურსათის უნებლობაში დაახლოებით 90, დაახლოებით 200-მდე ვეტერინარიაში და დაახლოებით 90 ფიტოსანიტარიის სფეროში. ანუ საკმაოდ დიდია და ვრცელია სფერო, რომელთანაც დაახლოებაც ასე ერთიანად უცებ არ მოხდება.
ამასთან დაკავშირებით გაიწერა ამ პერიოდის განმავლობაში და ჩვენ ვცდილობთ მუდმივ კონტაქტში ვიყოთ საზოგადოებასთან, ჩვენს ბიზნესრეებთან, იმისათვის რომ მოთხოვნები არ იყოს მათთვის ზედმეტი ტვირთი. არამედ ხელი შეუწყოთ აღნიშნული მოთხოვნების შესრულებას დავეხმაროთ ყველანაირად და შემდგომ ჩვენ თავარი რაც არის ჩვენთვის, ჩვენი სისტემა, ჩვენი სულსაცუნებლობის ვეტერინართა მცენარეთა დაცვის სისტემა იყოს ევროპული სტანდარტის, რათა ჩვენ მომხმარებელს მიეწოდოს შესაბამისად უნებელი სურსათი. დიდი მადლობა ბატონო ზურაბ. ვფიქრობ მაყურებელსაც ექნება თქვენთან კითხვები, რომელსაც შესაძლებლობა აქვს დარეკოს 22-60-68 და დასვას, რა თქმა უნდა, ამ თემის ირგვლივ, რაზეც დღეს ჩვენ ვსაუბრობთ გადაცემაში. მისთვის სასურველი ნებისმიერი კითხვა ბატონი ზურა შეძლებს დაგვარად, შეძდება თქვენს კითხვებს მაქსიმალურად ამომწურავად გასცეს პასუხი. რა პროცედურების გავლა მოუწევთ გლეხებს იმისთვის რომ საკუთარი პროდუქცია კერძოდ კი ვაშლი მოგეხსენებათ ჩვენს რეგიონში განსაკუთრებით მეხილეობას მიყვება მოსახლეობა და ვაშლის რეალიზაცია არის ერთ-ერთი დღესდღეობით ყველაზე დიდი პრობლემა მოგეხსენებათ რომ ვეღარ სარგებლობენ აქ მაცხოვრებლები რუსეთის ბაზარით როგორც წლების წინ ხდებოდა როგორ უნდა გააკეთონ მათ იმისთვის რომ მოხდეს მათი ვაშლი ევროპულ ბაზარზე. აღნიშნულმა შეკითხვამ აგრეთვე გაიჟღერა დღეს სტუდენტების მხრიდანაც ძალიან კარგი იყო ასეთი კითხვები და ასეთი აქტიურობა მათი მხრიდან. მოგახსენებთ, მთავარი არის ამ შემთხვევაში სანდო ბიზნეს პარტნიორის მოწებნა. მას შემდეგ რაც მოთხოვნა იქნება ევროკავშირის მხრიდან ჩვენი პროდუქციისადმი. ამის შემდგომ უკვე მეწარმემ უნდა დააკმაყოფილოს მინიმალური მოთხოვნები, რაც ევროკავშირს აქვს დაწესებული. ამისათვის ძალიან ადვილი არის დაინერგოს წარმოებაში. ზოგადად ვისაუბრებ ახალ ხილსა და ბოსტნეულზე. თუ ახალ ხილსა და ბოსტნეულის წარმოებას დანერგილი აქვს საერთაშორისო სტანდარტები, როგორც არის მაგალითად გები, კარგი სოფლის მეურნეობის პრაქტიკის სტანდარტი, ეს არის სოფლიოში აღიარებული სტანდარტი, რომელიც საშუალებას მისცემს მეწარმეს ევროკავშირში გაიტანოს თავისი პროდუქცია. აგრეთვე ევროკავშირი აწესებს იმ მინიმალურ მოთხოვნებს, რაც ტვირთის ექსპორტისას უნდა დაკმაყოფილდეს. ეს არის ტვირთს თან უნდა სდევდეს აუცილებლად ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი. რომელსაც ანუ ამ შემთხვევაში ვინ აძლევს? ფიტოსანიტარულ სერტიფიკატს გასცემს სურსათის ეროვნული სააგენტოს ადგილობრივი ოფისი. შეუძლიათ ნებისმიერ დროს მიაკითხოს, ანუ კონკრეტულად უკვე როცა სხვა პროცედურები და სხვა მოთხოვნები ექნება დაკმაყოფილებული ჩვენს მეწარმეებს, მაშინ და შესაძლებელი იქნება აღება ამის. ამის შემდგომ ტვირთს უნდა ახდეს შესაბამისი ინფორმაცია წარმოშობასთან დაკავშირებით, რომელი ქვეყნიდან არის წარმოშობა და ძალიან მნიშვნელოვანია რომ საქართველოში წარმოებულ პროდუქციას ამ შემთხვევაში დიდ მრავალ კატეგორიას გამონაკლისების გარდა ევროკავშირში შეუძლია შეაღწიოს საბაჟო გადასახადების გარეშე, ანუ ისარგებლოს იმ ასე შეღავათებით, რასაც გვაძლევს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება. გასაგები არის. ვაშლის ჯიშებზე მინდა გკითხოთ ბოლო პერიოდში ჩვენს რეგიონში მაგალითად, ჩვენ რეგიონის მაგალითზე ვიტყვით, არის ახალი ვაშლის ჯიშის კულტურები, რომლებიც ნაყოფს უფრო ადრე იძლევა, ვიდრე ის ვაშლი, რომელიც ანუ ტრადიციული არის, შეიძლება ითქვას და ათეულობით წელია მოსახლეობას აქვს. სახელმწიფო თუ იზრუნებს სიტყვაზე ნერგებით მომარაგებაზე, აი მათ გლეხების და მაინტერესებს აი ეს ძველი ჯიშების შენარჩუნება თუ მოხდება. მოგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში არის სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, რომელსაც დღესდღეობით აქვს უამრავი პროექტი და ძალიან საინტერესო მათ შორის საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. მათ შორის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება არის სანერგეების განვითარება.
ახალი ჯიშების თუ მრავალწლიანი კულტურების გაშენებასთან დაკავშირებით. ანუ ნებისმიერ მსურველს, რომელსაც აინტერესებს დაფინანსება და შესაბამისად ინფორმაციის მოძიება, უნდა მიმართოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონსულტაციო ცენტრს ან სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს. შესაბამისად ამომწურავად გასცემენ ყველანაირ კითხვაზე პასუხს. კი ბატონო, მე მაყურებელს შევახსენებ ჩვენი სტუდიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერს 22 60 68, სწორედ ამ ნომერზე შეგიძლიათ დარეკოთ და დასვათ თქვენთვის სასურველი კითხვა, ვიმეორებ 22 60 68. გადავიდეთ რძის პროდუქტებზე, ბოლო პერიოდში აქტიურად განიხილება იმ ადამიანებს შორის, რომლებიც მისდევენ მესაქონლეობას, რომ აი ახალი რეგულაციების შედეგად ისინი ვერ შეძლებენ იგივე ყველის რეალიზაციას და ამით ისინი გაკოტრდებიან სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. თქვენ რას ეტყოდით ამ ადამიანებს, რა რეგულაციები არსებობს იგივე რძის პროდუქტებზე, ყველზე იყო კონკრეტულად საუბარი, რომ ყველის გაყიდვა რთულდება და ვერ შეძლებენ გნეხები ყველის რეალიზაციას. ერთი კიდევ მინდა დავაფიქსირო, რომ აღნიშნული შეთანხმება არის მითები, რომ აღნიშნული შეთანხმება დააწვება ქართველ მეწარმეებს, შეზღუდავს მათ წარმოებებს და დიდი ტვირთი იქნება ქართულ წარმოებაზე, მაგრამ ეს ასე არ არის. პირველ რიგში უნებელი სურსათი და სურსათის უნებლობის, თუნდაც ვეტერინარის მცენარეთა დაცვის სფეროების რეგულირება არის საქართველოს ინტერესში და ჩვენს ეკონომიკურ ინტერესში. ამას ხოლო რაც შეეხება რძესთან დაკავშირებით, დიახ, რძის ტექნიკური რეგლამენტი შევიდა ძალაში, აგრეთვე სხვა საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა ცხოველური წარმოშობის პროდუქტებთან დაკავშირებით, რომელთა დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობდა დიდი ხნის მანძილზე. ანუ ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილება, რაც კი სანამ შევა ძალაში, განხილვის სტადიაში იდება სუბსტანციონალური სააგენტოს ან სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდზე. ჩვენ ხშირად გვაქვს, ასე ვთქვათ, მეწარმეებისგან, ასოციაციებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან შენიშვნები, კომენტარები, რომელთანაც მუდმივ რეჟიმში გავდივართ კონსულტაციებს. ასე ვთქვათ, შეჯერებული ვარიანტი ხდება უკვე შემდგომ კანონად ან კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტად. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციის მიღება შეიძლება, საკუთარი კითხვების დასმა, აგრეთვე სუსტაცის ეროვნულ სააგენტოს შეუძლიათ მიმართონ თუნდაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით. კი ბატონო, მაყურებელი გველოდება, რომელმაც აკრიფა 22 60 68, საღამოშიდობისა თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმებით. სამწუხაროდ ტექნიკური ხარვეზია, მაყურებლის ხმა არ გვესმის, თქვენ კვლავ გაქვთ საშუალება დარეკოთ სტუდიის ნომერზე, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ 22 60 68 და დასვათ თქვენთვის სასურველი კითხვა. იქამდე სანამ მაყურებლები დაგვიკავშირდებიან, მოდით ნახოთ რეპორტაჟი, რომელიც ჩვენ ზუგდიდიდან მოგვაწოდეს, თუ როგორ გავიდა კივი ევროპულ ბაზარზე, საკმაოდ საინტერესო რეპორტაჟი არის, რომლის ნახვის შემდეგაც დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერში და ვისაუბრებთ კვლავ არაერთ საინტერესო თემაზე. თქვენ ხედავთ ფუტკარს, ეს ჩვენ ყავს ფუტკრის ოჯახი. და ფუტკარი გვჭირდება იმისათვის, რომ მაისის თვეში როცა ყვავილობას იწყებს კივი, დასამტვერიანებლად გამოვიყენოთ. რაც უფრო უკეთესად დამტვერიანდება კივის ყვავილები, ყვავილობის პერიოდში, მით მეტი არის კივის ხარისხი. ჩვენი ორიენტირი თავიდანვე იყო ევროკავშირის ქვეყნებში გასვლა, რადგან მანამდე არც ერთი ქართული ხილის კომპანიას ასეთი შედეგი არ ჰქონდა, რომ გასულიყო ევროკავშირის ქვეყანაში, ამიტომ ჩვენთვის მთავარი იყო თავიდანვე ჩვენ და მიზანი ჰქონდა დასახული, რომ აგვეღო გლობალ გაპ ხარისხის მართვის სერტიფიკატი, რომელიც ნებას იძლევა ხილი, ქართული ხილი საქართველოსდან გავიდეს ევროკავშირის ქვეყნებში. აუცილებელი პირობა არის, რომ შემოწმდეს შაქარი
სხვა შემთხვევაში შენახვას ექვემდებარება, მაგრამ ხარისხი მისი შენახვის გაცილებით დაბალი იქნება და როცა შაქარი შემოწმდება და მიაღწევს 7%, 7.2% და ამის შემდეგ იქნება კივი დაკრეფილი, მისი შენახვის ვადა გახანგრძლივდება და შენახული კივის ხარისხიც მაღალი იქნება შესაბამისად. ეს არის სარწყავი დაწვიმების სისტემა. ეს ირწყვება უკვე მარტიდან ვიწყებთ მორწყვას, სექტემბრის ჩათვლით, ოქტომბერში როცა მზიანი ამინდები გრძელდება. ირწყვება და ეს რწყავს 2 მეტრ-ნახევარი რადიუსში. და დღე და ღამე ჩართული გვაქვს. პრინციპში საათში უნდა მიეწოდოს 70 ლიტრი წყალი ერთ ნერგს. დღეში მინიმუმ უნდა მიიღოს 180-დან 200 ლიტრამდე წყალი. ასე რომ ირწყვება. ნაკვეთი დაყოფილი გვაქვს 24 ჰექტარი 8 სარწყავ ნაკვეთად, ცალკე და ირწყვება ნაკვეთების მიხედვით. იკავია რამ სხვადასხვა ზომის კივი. ეს დაფასოება ხდება, შემდეგ ამას ჩვენი დასაფასოებელი სასაწყობე მეურნეობა მაცივარი ნაგებობა გვაქვს და ზომების მიხედვით. სხვადასხვა ზომის კივი იწონება და ზომების მიხედვით ლაგდება თავის შესაბამის ყუთში. და ასეთი დაფასოების შემდეგ ჩვენ ამას ვაგზავნით გერმანიაში. გვაქვს ურთიერთობა სუპერმარკეტების ქსელი ევროკავშირში Lidl არსებობს ესეთი. ამ სუპერმარკეტთან გვაქვს ურთიერთობა და ჩვენი შემსხიდველი, ჩვენი კივის შემსხიდველი იქნება ეს სუპერმარკეტი. რაოდენობაში შეზღუდული არა ვართ, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით 25 ჰექტრიდან სადღაც 600 ტონამდე უნდა ავიღოთ, სულ რაღაცა რამდენიმე უახლოეს, რამდენიმე წელიწადში. წელს ეს პირველი მოსავალი არის. ამიტომ წელს დიდი რაოდენობა, რა თქმა უნდა, ვერ გაიგზავნება, იქნება საცდელი რაოდენობა, მაგრამ მომავალი წლიდან უკვე ველოდებით საკმაოდ დიდ რაოდენობას. ყავს ახალი ზელანდიიდან სპეციალისტები, კონსულტანტები, რომლებიც ჩამოდიან პერიოდულად, გვაძლევენ რჩევებს და მათი მითითებით და კონსულტაციებით ხდება აქ კივის მართვა, მისი მოვლა. 2013 წლის ნოემბერში ოქტომბრის ბოლო რიცხვებში ჩვენთან ჩამოვიდა ხარისხის მართვის Global Gap-ის სერტიფიკატის წარმომადგენლობა და ავიღეთ ეს სერტიფიკატი, დავაკმაყოფილეთ მათი ყველა მოთხოვნა. მაგრამ ეს ამ სერტიფიკატს ახასიათებს, რომ ყოველ წელს უნდა განმეორდეს აუდიტი, ესე იგი უნდა ჩაუტარდეს შემოწმება. კი აიღო ორგანიზაცია, მაგრამ რამდენად სამართლიანად აიღო და ასრულებს თუ არა ნაკის ვალდებულებებს ამ სერტიფიკატის მიერ დარეგულირებულ რაღაც მოთხოვნებს. Global Gap-ი ეს არის სასოფლო-სამეურნეო წარმოების სანიმუშო პრაქტიკის სტანდარტი, რომლის თანახმადაც ცხირის, ბოსტნეულისა და აკვაკულტურის მწარმოებლები ადგილის შერჩევისა და ნიადაგის დამუშავებიდან დაწყებული პროდუქტის დამზადებით, დაფასობითა და შეფუთვით დამთავრებული სრულ ციკლს უნდა მოიცავდნენ. Global Gap-ის ხარისხის მართვის სერტიფიკატის ქონა ავტომატურად ნიშნავს, რომ პროდუქტი ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს და მისთვის ევროზონა ღიაა. საქართველოს ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი ღრმა და ყოვლის მომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების შესახებ, ეგრეთ წოდებული DCFTA ეტაპობრივად შედის ძალაში. 2014 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოში ევროსტანდარტებით წარმოებულ პროდუქციას შეუძლია ექსპორტისთვის განკუთვნილი ევრო 1 სერტიფიკატის აღება, რის შემდეგაც ის საბაჟო მოსაკრებლებისგან თავისუფლდება. ნახეთ საკმაოდ საინტერესო რეპორტაჟი და დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. ჩვენ სტუმართან ერთად რა თქმა უნდა განვაგრძობთ საუბარს, თუმცა იქამდე მაყურებელი არის ხაზზე, საღამო მშვიდობისა, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობათ. მოგესალმებით. რა მაინტერესებს იცი, ახლა იყო საუბარი ნარდის პროდუქტებთან დაკავშირებით და ჩვენ როგორც გვაქვს ეს ინფორმაცია, რომ ჩვენ მაგალითად ეს ანუ ყველს რო გავაკეთებთ სოფელში, ჩვენ რაღაცა მაგის გაკიდვა მაგას ვეღარ გავყიდით, ანუ ასე ვთქვა და რა ხდება ამასთან დაკავშირებით კონკრეტული პასუხი რო გაგვცეთ თქვენმა სტუმარმა. მადლობა ზარისთვის ამ კითხვაზე პასუხი გაგცათ ჩვენმა სტუმარმა, თუმცა კიდევ ერთხელ რა თქმა უნდა რო კონკრეტულად რომ ვუპასუხოთ მაყურებელს. რა თქმა უნდა, როგორც აღნიშნე უკვე ახალი რეგულაციები, ახალი მოთხოვნები შევიდა რძის და რძის პროდუქტებთან დაკავშირებით, რომელიც განსაზღვრული არის იმისათვის, რომ
საქართველოს ქართველ მომხმარებელს მიეწოდოს უნებელი სურსათი და აღნიშნულ კონკრეტულ სიტუაციასთან, ანუ შემთხვევასთან დაკავშირებით შეუძლიათ ნებისმიერ დროს დარეკონ სურსათის უნებლობის სურსათის ეროვნულ სააგენტოს ცხელხაზე და მიაწვდიან ინფორმაციას. ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩვენი სტუდიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერს 22 60 68. მაყურებლის ჩვენი წინა მაყურებლის მსგავსად თქვენ საშუალება გაქვთ დასვათ თქვენთვის სასურველი კითხვა პირდაპირ ეთერში. და რა თქმა უნდა ჩვენ გავაგრძელოთ საუბარი. პირველ რიგში რატომ არის ამ ყოველივე ამ პროცედურების გავლა ჩვენ რაზეც საუბრობდით ხშირად მაყურებლებს გონიათ ხოლმე რომ და ბევრ ადამიანს გონია რომ ეს ყველაფერი არის ფორმალობა. იგივე იმ გარკვეული პროცედურების გავლა, რაზეც არის რძის პროდუქტების გადამუშავებაზე ევროკავშირის სტანდარტებით, ანუ რატო ხდება ეს ყველაფერი, რა არის, რისთვის არის უშუალოდ ადამიანებისთვის, გლეხებისთვის, რა სასიკეთო მოაქვს აი ამ ყველაფერს? პირველ რიგში ერთი მხარე არის ბიზნესის კუთხე, მაგრამ მეორე მხარე არის უნებლობის კუთხე, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს დაცული ჩვენს ქვეყანაში იმისათვის, რომ დაცული იყოს ჩვენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა. კონკრეტულად დღეისათვის, როგორც მოგახსენეთ, მიმდინარეობს ახალი მოთხოვნების, ახალი სტანდარტების დანერგვა, მაგრამ კიდევ ამბობ, რომ ნებისმიერი კითხვა, ნებისმიერი ახალი რეგულაცია თუ მოთხოვნა, რომელიც უნდა მივიღოთ, ამასთან დაკავშირებით მუდმივ კონსულტაციის რეჟიმში ვართ საზოგადოებასთან, ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან და აგრეთვე ევროკავშირის ექსპერტებთან. შესაბამისად, აღნიშნული შეთანხმებიდან გამომდინარე, ჩვენ ეს მხოლოდ როგორც ვალდებულება არ გვაქვს აღებული, ეს არის მუდმივი რეჟიმი ევროკავშირთან ჩვენი სისტემის გაუმჯობესებისათვის. აღნიშნული შეთანხმების განხორციელებისათვის შექმნილი არის სამოქმედო გეგმა DCFTA, ასე ვიხმარ მოკლედ ღრმად და ყოველწლიურად თავისუფალ სავაჭრო სივრცის შეთანხმების სახელწოდებას. DCFTA სამოქმედო გეგმა, რომელშიც გაწერილი არის შემდეგი 3 წლის განმავლობაში საქართველოს მიერ განსახორციელებელი სამუშაოები და აგრეთვე ის დახმარება, შესაბამისად ევროკავშირის დახმარებაც აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. რომელი ქართული პროდუქტი არის ყველაზე მოთხოვნადი ევროპულ ბაზარზე? უფრო მეტი პოტენციალი, გასვლის პოტენციალი რომელს აქვს? მოგახსენებთ, როგორც უკვე თქვი, ცხოველური წარმოშობის სურსათს უფრო მაღალი სტანდარტი აქვს ევროკავშირში, შესაბამისად უფრო მკაცრად რეგულირდება და უფრო რთული არის მასთან ახლო პერიოდში მისი ექსპორტი მოხდეს. თუმცა დღეისათვის ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულებები არის თაფლი და თევზი, რომელიც წარმოადგენენ ცხოველურ წარმოშობის სურსათს და აღნიშნულ პროდუქტებთან დაკავშირებით ევროკავშირიდან 2014 წელს იმყოფებოდა მისია, რომელმაც ადგილზე შეისწავლა მდგომარეობა თაფლის და თევზის წარმოებასთან დაკავშირებით და შესაბამისად გამოგზავნა რეკომენდაციები. ამ რეკომენდაციების უმრავლესობა 2015 წლისთვის უკვე გეგმაში ჩადებულია შესრულება, რის შემდეგაც ახალი შეფასების შემდეგ ჩვენ უკვე თუ შევუსაბამებთ ჩვენს კანონმდებლობას და ჩვენს რეგულირებას ევროკავშირის რეგულირების სფეროს, შემდგომ შევძლებთ ექსპორტის განხორციელებას. კი ბატონო, წვენების გადამამუშავებელ ქარხნებს, იგივე საწარმოებს თუ აქვს რაიმე ახალი რეგულაციები, აი ამ კუთხით ახალი თუ არის რაიმე სიახლე ჩვენს რეგიონში ძალიან ბევრი არის იგივე ვაშლის გადამამუშავებელი ქარხნები, სადაც ამზადებენ იგივე ნატურალურ წვენს. გადამუშავებასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება სურსათთან დაკავშირებით, ყველას აბსოლუტურად დროთა განმავლობაში, შესაბამისად როგორც ვახსენე, დაწესდება ახალი მოთხოვნები იმისათვის, რომ უზრუნველყოთ ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა. ამ შემთხვევაში უფრო
არ ცხოველური წარმოშობის სურსათისგან განსხვავებით, მცენარეული წარმოშობის სურსათს უფრო ნაკლები მოთხოვნები აქვს. შესაბამისად, ეს სფერო უფრო ნაკლებად, ასე ვთქვათ, დაიტვირთება ზედმეტი მოთხოვნებით. კი ბატონო, მაყურებელს შევახსენებ ჩვენი სტუდიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერს 22 60 68. თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ ამ ნომერზე და დასვათ თქვენთვის სასურველი კითხვა. რა თქმა უნდა, ჩვენი სტუმარი გასცემს თქვენს კითხვას პასუხს. კიდევ ერთხელ ვინმეორებ ნომერს 22 60 68. გადაცემის დასაწყისში ჩვენ გადაცემა დავიწყეთ ხელშეწყობით, რომელიც სახელმწიფო ხელი შეუწყოს გლეხებს. აი ამ ეტაპზე რა ნაბიჯები არის კონკრეტულად გადადგმული, გარდა იმისა, რომ სახელმწიფო საინფორმაციო კამპანია დაიწყო ამ მიმართულებით. კონკრეტულად კი ბატონო, მოგახსენებთ, ახალ მოთხოვნებთან შესაბამისობისთვის ორი საკითხი შეგვიძლია გამოვყოთ. ერთი არის ის თეორიული ცოდნა, გამოცდილება, რაც შეგვიძლია გაუზიაროთ ჩვენს მეწარმეებს და მეორე კონკრეტულად დახმარება. როგორც მოგახსენეთ, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს პროექტებს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი არის ახალი დანერგე მომავალი. გისმენთ. აგრეთვე არის მრავალი პროექტი, რომელიც აძლევს ჩვენს მეწარმეებს შესაძლებლობას მიიღონ დაბალპროცენტიანი აგროკრედიტი, კრედიტი ისარგებლონ გრანტით, შექმნან გადამამუშავებელი საწარმოები და შესაბამისად სახალი საწარმოები შექმნან უკვე ახალი მოთხოვნების შესაბამისად, რომელიც იქნება ევროპული სტანდარტის და ზოგადად საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად. გასაგები არის. ვფიქრობ, ჩვენმა მაყურებელმა დღეს საკმაოდ საინტერესო სიახლეები გაიგო. მაყურებელს ველოდებით, როგორც ვიცი, რომელმაც აკრიფა 22 60 68. რამდენიმე წუთში შემოგვერდება მაყურებელი. იქამდე კიდევ მინდა დაუბრუნდე, აი თუ იყო განსხვავებული მეწარმეების და სტუდენტების კითხვები დღეს, თუ აი ერთი მიმართულებით მიმდინარეობდა დღევანდელი შეხვედრა. არა, რა თქმა უნდა, მეწარმეების კითხვები უფრო კონკრეტული არის ყოველთვის და ძალიან სპეციფიკური, კონკრეტული ბიზნესთან ძალიან ახლოს სტუდენტების შესაბამისად ეს ინფორმაცია იმდენად ყოვლისმომცველია, რომ სტუდენტებისთვის ძალიან საინტერესო გამოდგა დღევანდელი შეხვედრა. მეწარმეებისგან იყო დასმული, თქვათ, ანალოგიური შეკითხვები, როგორ მოვახერხებთ კანონმდებლობის დაახლოებას ევროკავშირთან, თუ კი ევროკავშირის შეცვლის. ამ შემთხვევაში, როგორც მოგახსენეთ, დაახლოებით 400-მდე ნორმატიული აქტი არის იდენტიფიცირებული, რომელთან დაახლოებას ვაპირებთ შემდგომი წლების განმავლობაში, თუმცა კანონმდებლობის შექმნა ეს არის ცოცხალი პროცესი. შესაბამისად, ევროკავშირი შეიტანს ცვლილებას, ჩვენი პრიორიტეტების შესაბამისად, უკვე განვახორციელებთ ცვლილებას. მაგრამ აქ ამ შემთხვევაში იგივე ვიმეორებ, რომ არის მუდმივი რეჟიმი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ახალი რეგულაციების შემოღებასთან დაკავშირებით, განხილვასთან დაკავშირებით და აგრეთვე მათი ტექნიკური დახმარების გამოყენების შესაძლებლობაა ძალიან დიდი, რომელსაც აქტიურად იყენებს სურსათის ეროვნული სააგენტო. მაგალითად, ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამა, რომელიც ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული, არის იქით მიმართული, რომ გააძლიეროს უნარები სახელმწიფო სტრუქტურის სამშობლოში სურსათის ეროვნული სააგენტოს იმისათვის, რომ მოახდინოს ადეკვატური კონტროლი და იყოს მზად ახალი რეგულაციების შესასრულებლად. კარგით, მადლობა. მაყურებელი არის ხაზზე. იმედი არის, რომ ჩემო პირდაპირ ეთერში საღამომშვიდობისა გისმენთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა. მე მაინტერესებს გლეხმა რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ბაზარზე მოხვდეს მისი პროდუქცია. კონკრეტულად რა პროდუქცია, რომელ პროდუქციას გულისხმობთ?
აი ხილი უფრო კონკრეტულად. კი ბატონო. მადლობა ზარისთვის. თქვენ ამასაც ისაუბრეთ. კი ბატონო, ევროკავშირის ბაზარზე მოხვედრასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ ალბათ და დანარჩენი საქართველოს ბაზართან დაკავშირებით კი ხილთან დაკავშირებით არ არის შეზღუდვა არასებობს ეს ჩვეულებრივი მარკეტინგული სიტუაცია, როდესაც შენს პროდუქცია გააქვს ბაზარზე და ასაღებ მას. მე ხარისხთან დაკავშირებით, ანუ ხარისხის მიხედვით გავა ევროპულ ბაზარზე პროდუქცია, პირველი ხარისხის იგივე ხდებოდა მაგალითად ასე ვთქვათ მეზობელი ქვეყნის ბაზარზე სხვადასხვა ხარისხის ვაშლის გატანა. დღეობით როგორ იქნება ევროპულ ბაზარზე მხოლოდ პირველი ხარისხის ვთქვათ პირობითად ვაშლი გავა? ევროკავშირის კანონმდებლობა პროდუქციასთან მიმართებაში განსაზღვრავს ასევე მარკეტინგულ სტანდარტებს, რომელიც მოიცავს ზუსტად თქვენ რაზეც საუბრობთ იმ ხარის ზომას, წონას, ფერს და ზოგადად კონდიციას. ის თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ხილი იქნება ეს თუ ბოსტნეული, რომელიც უნდა განთავსდეს ბაზარზე. შესაბამისად თუ ამ პროდუქციასთან მიმართებაში ევროკავშირის კანონმდებლობა ადგენს ასეთ სტანდარტს, შესაბამისად ექსპორტირებული პროდუქცია უნდა შეესაბამებოდეს და უნდა ჯდებოდეს იმ სტანდარტებში, რასაც ითხოვს ევროკავშირის კანონმდებლობა ამ შემთხვევაში. თუ შესაბამისად არ არის ამ პროდუქციაზე განსაზღვრული სტანდარტი, მაშინ თავისუფლად შეიძლება ვთქვათ კატეგორია არ აქვს მნიშვნელობა რა როგორი იქნება თვითონ ხილი იქნება ეს თუ ბოსტნეული, შეუძლებელი ისე მოხვედრა. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ფერმერმა უნდა აწარმოოს ჟურნალი. ამაზე თუ გაქვთ ინფორმაცია, ანუ ეს გავრცელებული სოციალურ ქსელში და ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული, ანუ წნიურად როგორ შეწამლა, რა წამალი გამოიყენა იგივე ვაშლის შესაწამლად, უნდა იყოს დარეგისტრირებული. თუ არ არის სწორი ინფორმაცია. აღარშული, რასაც თქვენ საუბრობთ ახლა ამ წარმოება ჟურნალის, ეს არის ზუსტად ის კარგი სოფლის მეურნეობის პრაქტიკა, რაზეც საუბრობდით. ის რომ ამ აღნიშნული ჟურნალის წარმოება ზოგადად არის იმის გარანტი, რომ სრულად მოხდეს მიკვლევადობა პროდუქციასთან დაკავშირებით. ანუ ინფორმაცია გქონდეს იმასთან დაკავშირებით რა ჩაუტარდა, ანუ რა გამოვიყენეთ ამ პროდუქციის წარმოებისათვის. დღესდღეობით არ არის ასეთი მოთხოვნა აუცილებელი, რომ ჩვენს ბაღში ვაწარმოოთ ჟურნალი, თუმცა ევროკავშირის კანონმდებლობა შესაბამისად განსაზღვრავს იმ ნივთიერებების მაქსიმალურ დონეებს, რაც არ უნდა იყოს ახალ ხილსა თუ ბოსტნეულში. შესაბამისად თუ ამ ნივთიერებების არსებობა იქ იმ რაოდენობაზე მეტია, რასაც კანონმდებლობა განსაზღვრავს, ასეთი პროდუქცია არ დაიშვება მათ ბაზარზე. აგრეთვე არის სია იმ ნივთიერებების, რომელთა გამოყენებაც არ შეიძლება ევროკავშირში ხილისა და ბოსტნეულის წარმოებისთვის. კი ბატონო, ერთობლივად რომ შევაჯამოთ დღევანდელი გადაცემა, აი რა დრო დაჭირდება ჩვენს ქვეყანას იმისთვის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილის ინფორმირება მოხდეს, ის თუ როგორ უნდა მოიქცეს ევროპულ ბაზართან უფრო დასაახლებლად, ასე ვთქვათ. როგორც მოგახსენეთ, ჩვენი გეგმა დაახლოებით 15 წელზე არის გაწერილი, თუმცა ეს არ არის ასე ვთქვათ საბოლოო ის ვადა, რომელშიც უნდა დავუახლოვდეთ ამ კანონმდებლობას. ეს უკვე დამოკიდებულია ჩვენს ეკონომიკურ პრიორიტეტზე, თუ რა გვექნება ჩვენს პრიორიტეტად და რასთან დაახლოებას მოვინდომებთ. ზოგი შეიძლება უფრო სწრაფად მოვახერხოთ, რაც იგივე უკეთესი იქნება ჩვენი ეკონომიკისთვის და ჩვენი ბიზნესისთვის. ხოლო ინფორმირებას რაც შეეხება, შემუშავებული არის სამინისტროების მიერ საინფორმაციო, ასე ვთქვათ, ევროკავშირთან
კომუნიკაციის სტრატეგია და სტრატეგიის შესაბამისად სამოქმედო გეგმა, რომელიც განსაზღვრავს დაინტერესებულ მხარეებთან, მეწარმეებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან, აგრეთვე აკადემიასთან მიმართებაში საინფორმაციო კამპანიების წარმოებას და მათ ინფორმირებულობას ევროკავშირის და ევროინტეგრაციის საკითხებთან მიმართებაში. ასაკებია. თქვენ როგორ ფიქრობთ მოვასწრებთ 15 წლის განმავლობაში? ამ 15 წელში. უნდა მოვასწროთ და გავიტანოთ ჩვენი პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე. იმედია ბოლო მაყურებელი ყავს დღეისთვის, რომელმაც აკრიფა 22 60 68 საღამოშტობისად თქვენ პირდაპირ ეთერში. გისმენთ? ალო. დიახ, ძალიან გისმენთ. ერთი შეკითხვა მაქვს, გენაცვალე, აბა იქნებ გვიპასუხოთ. კი ბატონო. რა უნდა ხნას მეწარმემ რომ მისი ნაწარმოებელი თაბლის მოსავლის ბაზარზე მოხვედა. შესაბამისი შარტა გასაგებია. მადლობა მკითხვისთვის, როგორც ჩვენ მომაყურებელმა გაიგეთ კითხვა ალბათ, თუ არის რაიმე ლაბორატორია, სადაც სტანდარტი დგინდება და ხარისხი იმ თაბლის, რომელიც შეიძლება მოხდეს ევროპულ ბაზარზე. დღეისათვის მიმდინარეობს ლაბორატორიული ქსელის ასე ვთქვათ გაუმჯობესებაც იმისათვის, რომ ახალ მოთხოვნებთან მიმართებაში აუცილებელი იქნება ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის არსებობა, შესაბამისი ლაბორატორიის აკრედიტებული ლაბორატორიების ქონა, რომელშიც მოხდება პროდუქციის კვლევა იმ სტანდარტებით და იმ მოთხოვნებთან მიმართებაში, პარამეტრებთან მიმართებაში, რასაც ევროკავშირი ითხოვს. დღეისათვის სრულად ყველა პარამეტრზე კვლევა ასე ვთქვათ შეუძლებელი არის ყველა პარამეტრი მაგალითად მხედველობაში, თუმცა ამ აღნიშნული სფერო სულ მალე უკვე გამოსწორდება და დაიხვეწება, ხოლო ამ შემთხვევაში შესაძლებელია აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლევა, რომელსაც ნებისმიერი ევროკავშირის ქვეყნის ლაბორატორიაში გამოკვლევა, აღნიშნული ნიმუშების და შესაბამისად მათგან დასკვნის მიღება. კარგით, ძალიან დიდი მადლობა ჩვენი საეთერო დრო აქტიურად ამოიწურა. მე მადლობას გიხდით გადაცემაში მობრძანებისთვის. ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო გამოგვივიდა საუბარი და გარკვეული სახის ინფორმაცია მიიღო ჩვენმა მაყურებელმა. მე წარმატებებს გისურვებთ, იმედია მოვასწრებთ ყველაფერს 15 წელში. დიდი მადლობა. ნახვამდის გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.